მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, ნახოთ დღეს ჩვენ რა სიტყვები აქვს მაგას გულში და არ გიმხელს. ნახოთ ახლა პირველ რიგში რა ხდება თქვენ შორის ახლა, რომ გაიგოთ თქვენი არის თუ არა ეს გაშლა. ვინც პირველად არის ამ არხზე მემკვიდრე ბარბაკაძე, მე კიდე მაქვს სხვა არხები YouTube-ზე, გრძელი გაშლები გვაქვს ჩვენ სხვა არხზე. ბედის მატრიცაზე თუ ვინმეს გაინტერესებს მაგაზიც გვაქვს. არხი ეხლა დავიწყოთ, ნახოთ რა ხდება თქვენ შორის ახლა. ვისთვის არის ეს გაშლა? ნუ ახლა არის როგორი მომენტი, პრინციპში თქვენ ახლა ვისთვის იქნება ეს გაშლა. არის აქ სიყვარული თქვენ შორის, მაგრამ თითქოს ხო, იმიტომ ცოტა რაღაცა ეჭვი შემეპარა. ნახეთ როგორი მომენტი არის. თითქოს არის აი რაღაცას და გამოდიხართ რაღაცა ძალიან რთული სიტუაციიდან. ნახეთ, აქ შეიძლება იყო პერიოდი, როცა თქვენ შეიძლება ზოგი რაღაცა სიტყვებს აყევით. შეიძლება რაღაცა ზოგმა დაინახა, რა ვიცი, ინტერნეტში. შეიძლება ზოგი ფიქრობდა, რომ აი ძალიან კარგად ვიყავით და უცბად რაღაცა დასრულდა. ან ფიქრობდით, რომ აი ეს, რაღაცა მომენტები ისეთი იყო, მაგრამ აქ მაჩვენებენ, რომ თითქოს ეს არის თქვენი ფანტაზიები. ხო არის აი ზოგჯერ ხა ფანტაზიებში, რომ ჩვენ ნახეთ, აქ მაღალი არკანი არის და ამიტომ აქ არის როგორი სიტუაცია. ეს ასე აი როცა ვითარდება სიტუაცია, მაგრამ მერე თითქოს რაღაცა უნდა მოხდეს, აი როცა სულ ძალიან კარგად მიდიხარ, ხო? ჩვენ ვინც უყურებს ახლა ჩემო გრძელი გაშლებს, თქვენ უკვე იცით, რომ ჩვენ აქ აუცილებლად რაღაც უნდა გავიაროთ, რაღაცა ეტაპები ურთიერთობა იმისთვის გვეძლება, რომ ჩვენ ახლა გავიზარდოთ, განვითარდეთ, შევიცვალოთ, ხო? და ანუ როცა არის რაღაც ესეთი პიკე, რომ კარგად ხარ, აი მაშინ მაგ დროს ხდება რაღაცა გაუგებრობა, ხო? და ფიქრობ, რომ რა მოხდა, ყველაფერი კარგად იყო და უცბად რაღაცნაირად ვერ გავიგე, ვთქვათ, რატო უნდა იყოს ან პაუზა, ან ვიჩხუბეთ, ან რაღაც ეგეთი. აი ეს არის იმისათვის, რომ თქვენ ნამდვილად უნდა ყოფილიყავეთ რაღაცა პერიოდი მარტო, მაგრამ თქვენ ახლა შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ეს დასრულდა, მაგრამ აქ გეუბნებიან, რომ თქვენ ეს დრო გეუბნებოდათ იმისათვის, რომ თქვენ გაგიკეთებიათ რაღაც არჩევანი, გეფიქრათ, მაგრამ აი აქ თითქოს თქვენ მოერიეთ ამ სიტუაციას რა. მოერიეთ ამ კი, გამოდიხართ ახლა თქვენ უკვე ამ დგომა, კი, აქ უკვე გამოდიხართ თქვენ, ახალი რაღაცა ეტაპი იწყება თქვენ ურთიერთობაში. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენი კითხვა რაც იყო, რა სიტყვები აქვს მაგას გულში და არ გიმხელს, ვნახოთ თქვენს პარტნიორს, იმიტომ რომ შეიძლება აქ ჯერჯერობით არის ან მანძილი, ან პაუზა, მაგრამ უკვე პერიოდი, რომელიც აი ახალი ეტაპი უკვე უნდა დაიწყოთ თქვენ აქ. ნახოთ ახლა ჩვენ რა სიტყვები აქვს მაგას და ვერ გიმხელს გულში. აქ როგორი მომენტი არის, იცით, თვითონ არ იცის როგორ გითხრას, იცით, აი თავის გრძნობაზე. არ იცის თქვენ თუ გინდათ ვაფშე მოსმენა მაგის გრძნობებზე რა, არ იცის. აი რა უთხრა, როგორ უთხრა, აი ვერ გამიგებს. აი მომენტიც არის რაღაცნაირად რა. აი შეიძლება ამ ადამიანს არ შეუძლია, მართლა არ შეუძლია გამოხატოს ის, რაც ნამდვილად აგულში, რომ აგიხსნას. გაიგეთ, ახლა ის მეუბნება რატომ? აქ უფრო რატომ? და ახლა ჩვენ გვინდა რას გინდა მაშინ შენ რო უთხრა მითხარე, რა გინდა რო უთხრა ამ გოგოს?
აი ეს უნდა ზუსტად რომ მაგას აი ჩემი სული ხარ, ჩემი გული. აქ იცით როგორ ეს ადამიანი გრძნობს რომ როგორ არის იცით თქვენს გარეშე ძალიან რთულია. მაგას უნდა რომ გითხროს რომ მე ვიცი რომ მე შენ გატკენე გული, მე ვიცი რომ მე შენ აი ჩემი ასეთი საქციელი თქვათ, აი მე გატკენე გული, მაგრამ მე ესეც მინდა გითხრა რომ მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი გული თქვათ გამტელო, ხო? იმიტომ რომ მჭირდება შენი ენერგია იმისათვის რომ სულიერად კარგად ვიყო. ძალიან მენატრები და ძალიან გული მტკივა შენს გარეშე. კიდე ნახოთ ახლა რა უნდა რომ გითხრას და ვერ გეუბნებათ. კიდე ნახოთ. მე ვწელავ, ვერ მოქმედებ ვერაფერს, იმიტომ რომ ამას ეშინია რომ ნახეთ ახლა აი თითქოს როგორ არის, ყველაფერი შეჩერდა მის ცხოვრებაში. გაიგეთ, მარტო ატრიალებს თავში ამ ფიქრებს ატრიალებს იმაზე, რომ აქ არის დიდი სინანული, რომ დაკარგათ, ძალიან დიდი სინანული არის, რომ დაკარგათ, კი. ანუ როგორ მოხდა, იცით, თავისი მაგას ეგონა როგორ, იცით, მე მეგონა რომ მე უფრო თქვათ, კარგად უფრო ვიქნები, თუ დაუშვე დავასრულებ შეიძლება რაღაცას, გაიგეთ, მაგრამ პირიქით მოხდა რაღაც ისეთი მახეში. მაგას უნდა რომ თქვენ შორის აი დასრულდეს ეს გაუგებრობა და ისე დასტაბილურდეს ეს სიტუაცია, როგორიც ახლა თქვათ, გქონდა თქვენ, კი, კიდე რა გინდა რომ უთხრა, კი. აი მინდა ნამდვილად ყველაფერი გავაკეთო, ისე დავბრუნდეს და ის პერიოდი, როცა ვიყავი კარგად, მინდა რომ ეს ყველაფერი იყოს, მინდა, მაგრამ არ ვიცი როგორ გამოვხატო, როგორ გავაკეთო, არ ვიცი. მინდა რომ გამოვიდე ამ სიტუაციიდან რა, აი რაღაცნაირად აი ამ სიჩუმიდან თუნდაც რა დაუშვათ, რა სიჩუმეშიც არის ახლა კიდე. იცით როგორი მომენტი არის აქ? აი ადამიანს როცა აი არაფერი, აი სადაც არის ეს ადამიანი, არაფერი რო არ ახარებს რა. რო აი თითქოს რო უნდა რომ დასრულდეს ეს, აი გაგება მინდაო, გაიგეთ, აი გაგება მინდა იმისი რომ ყველაფერი კარგად არის, რა, აი იცით რა, აქ ძალიან დიდი განცდა არის რა, მაგრამ აქ ადამიანი იძახეს რომ მე ყველაფერი გავიგე, მე ყველაფერი გავაანალიზე, მე მივხვდი რომ მე აღარ შემიძლია, ანუ ძალიან დიდ კიბილს განიცდის და ეს რა არის, იცით, მისთვის თქვენი დაკარგვა არის რაღაცა, აი თითქოს აი ჩემ სიცოცხლე დავკარგე, მივხვდით, სიცოცხლე აღარ მიხარია მე. და მინდა ამ მდგომარეობიდან გამოვიდე. კარგით, მაშინ მოდით ვნახოთ ახლა ვკითხოთ ჩვენ. რას აპირებ შენ? რას აპირებ? ჯერჯერობით ნახეთ, მე რას აპირებს და აქ ადამიანმა უნდა გააკეთოს რა, უნდა გამოსვლას აპირებს ეგა. ანუ მინდა უნდა გამოხატოს, გაიგეთ, თავის, იმიტომ რომ მაგას უკვე შეუძლებელი არის, ანუ იცის რომ აი რომ მარტო რომ ვზივარ, ანუ ბრძოლა გამოვა ამ მდგომარეობიდან, ანუ ეს შეჩერებული სიტუაცია მინდა რომ უკვე რაღაცნაირად მივცე მაგას ხო, გზა, მაგრამ გოგო, აქ ადამიანს ქონდა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია. ეს არავის არ უშვებდა თავის სივრცეში, არავის. ეს გადიოდა ამ ყველაფერს მარტო რო იცოდე თქვენ და ძალიან აი როგორ არის, იცით, აი თითქოს შინაგანი ბრძოლა, არავინ არ შემაწუხოთ და ანუ აქ ძალიან დიდ
ღრმად გადიოდა ეს ადამიანი რაღაც ტრანსფორმაციებს რა. აი თითქოს დასრულდა. რა დასრულდა, ღმერთო რა ხდება? აჰა, უშენოდ ყველაფერი დასრულდა. ჩემო ლამაზო. ნუ აქ თქვენზე განცდა. გოგოებო, ნახეთ ახლა გეტყვით რა. ამ ადამიანს არ აქვს ინფორმაცია ეთყობა თქვენზე. ამ ადამიანს სულ თქვენზე ფიქრები. ეს ძალიან ნანობს, რომ თქვენ ძალიან გული გატკენათ თავის საქციელებით, თავის სიტყვებით, თავისი ხასიათებით, რომ აი იმდენად რომ აი ნუ თავის თავს ჭამს ეს ადამიანი აქ ჭამს იმენა. აქ უდიდესი თქვენ საერთოდ იცოდეთ რომ ძალიან დიდი ცვლილება შეიტანეთ მის ცხოვრებაში, მის გონებაში, მის ეს რაღაცა ძალიან უძლიერეს ტრანსფორმაცია გამოვლილი კი. და აი აქ მიხვდა მაგან რომ იმპერატორი თუ გინდა იყო, რაღაცა კიდევაც უნდა გააკეთო. ნუ შედეგი აქვს ამ ტრანსფორმაციას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა გაიაზრა რა. უბრალოდ ცოტა ჯერ წელავს რაღაცას რა, მაგრამ სიხარული აქ კი ბატონო იქნება. აქ დამშვიდდება, რით დამშვიდდება და სიყვარულით რა. აქ გადაწყდება რაღაცნაირად ეს სიტუაცია, ეს გაურებულების თემა რაც არის, ეხლა ამას გადაიჭრება და აქ მე ვხედავ, რომ აქ ადამიანი შეიძლება ისეთი ნაბიჯი გააკეთოს, რომელზეც ვაფშე არც უფიქრე, რომ უდოს მე მაგას ვიზავ, მაგრამ შეიძლება მოვიდეს თქვენთან და ვაფშე აღიარებს იმას, რომ შენ ხარ ჩემი ბედი, შენ ხარ ჩემი ქალი, შენ ხარ ის ადამიანი, ვისთანაც მე მინდა, რომ ცხოვრება გავაგრძელო, მომეცე შანსი, იმიტომ აი სხვა შემთხვევაში მე უბრალოდ შეუძლებელია მე ამ სიყვარულის გარეშე ყოფნა და ანუ შენთან მინდა მე, იმიტომ რომ შენს გარეშე პროსტა შეუძლებელია ჩემი არსებობა რა. აქ ადამიანი გააკეთებს სერიოზულ ნაბიჯს. ეს ადამიანი მოვა აუცილებლად თქვენთან ძალიან ძლიერი და აი ძალიან მაგარი რაღაც შეხვედრა უნდა გქონდეთ თქვენ. იმიტომ რომ აქ საუბარიც გექნებათ, იმიტომ რომ აქ რაღაც ახალი პერიოდი იქნება. მიხვდება ეს ადამიანი რას, კიდე რომ მარტო სიყვარულია, კი, კარგია რომ უყვარხართ, მაგრამ ეს მარტო არ ქმარა. აქ კაცმა რაღაცა უნდა გააკეთოს კიდე იმისათვის, თუ გინდა რომ ბედნიერი ცხოვრება გქონდეს და შენს უნდა ჩადო რამე აქ ურთიერთობაში და არა ელოდო მხოლოდ რომ ვიღაცა რაღაცას გააკეთებს რა. აი ამაზე იყო მთელი ეს პერიოდი და მიხვდა რომ მარტო ქალმა არ უნდა ათრიოს ყველაფერი თავის ზურგზე და მარტო და აქ სიყვარული ასე რომ ვთქვათ გაიმარჯვა. აი ასეთი ინფორმაცია მქონდა დღეს თქვენთვის, მე გისურვებთ როგორც ყოველთვის სიხარულზე, ბედნიერებას.